დასასიამოვნო სიახლე 26-დან 29 მაისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი გაიმართება და ჩვენი ჟურნალისტი ანი ჯამაგიძე დაესწრო ამ ფესტივალს და ჩვენს გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ყველა დეტალი გავიგოთ ფესტივალთან დაკავშირებით. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით წელს თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. მიმდინარეობს წინასწარი სამუშაოები, ვემზადებით ფესტივალის გასახსნელად. ფესტივალში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 65-მდე მონაწილე, გამომცემელი, გამავრცელებელი და მთელი დღის განმავლობაში 4-ვე დღეს გვექნება კულტურული პროგრამა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იგეგმება. გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ჩატარდება პროფესიული სემინარები, დისკუსიები, მკითხველს ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. მოხდება ლიტერატურული დაჯილდოვება და გამოვლინდება წლის ბლოგერი. ამ ღონისძიებაში იმდენად ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი იღებს მონაწილეობას, რომ ვფიქრობ, ნებისმიერი ასაკის და ინტერესების მქონე მკითხველს შეუძლია იპოვოს თავისათვის სასურველი ლიტერატურა ამ ფესტივალზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ძალიან ძველი და ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ძალიან ბევრი წელია ვითარდება და უკვე ბევრი ლოიალური მკითხველი ყავს და დამთვალიერებელი, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. აქვე მინდა დავამატო, რომ უფროსებისთვის განკუთვნილ შინაარსობრივ პროგრამასთან ერთად ძალიან საინტერესო გასართობი პროგრამა გვაქვს მომზადებული პატარა მკითხველებისთვისაც. თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.